Bolo 3 წლის განმავლობაში, როგორც კარგად იცით, ისრაელი მრავალი ფრონტზე ომშია ჩართული. მაგრამ ერთი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად არის გაშუქებული ან საჯაროდ განხილული, არის დასავლეთ სანაპირო. ეხლა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო დროს გაზარდეს თავიანთი ყოფნა ამ ტერიტორიებზე, მაგრამ უსაფრთხოების ძალების მიერ ბოლო აღმოჩენამ შოკში ჩააგდო ხელისუფლება. თუმცა ეს საერთოდ არ უნდა იყოს გასაკვირი. ტერორისტული თავდასხმებისთვის განკუთვნილი გვირაბი, რომელიც დასავლეთ სანაპიროს იერუსალიმს უკავშირდება. The 20 i24 News English-ის მატიას იმბარი არმიასთან ერთად იქ შევიდა და გვიჩვენებს ამ ადგილს. ჩვენ მივდივართ აზარიას სოფელში სასაზღვრო პოლიციის მანქანით. ჩვენ იერუსალიმის გარეუბანში ვართ, პირდაპირ მაიალე ადუმიმის რაიონის გვერდით. ქვარაზაიმი, ქვარაზარია. უსაფრთხოების ბარიერი სულ რამდენიმე მეტრშია ჩვენგან, რაც ნიშნავს, რომ ეს გვირაბის შესასვლელი პირდაპირ ჩვენს ფეხქვეშ გადის. არაფერი ამზადებდა ამ ოფიცრებს იმისთვის, რომ უსაფრთხოების ღობის ასე ახლოს აღმოჩნდებოდა ღრმა გვირაბი, რომელიც თავდაპირველად 2000-იან წლებში აშენდა, რათა შეეჩერებინათ თვითმკვლელი ტერორისტების ტალღა მეორე ინტიფადის დროს. ეს არის უსაფრთხოების ღობე და ჩვენგან მხოლოდ 70 მეტრში გვირაბის შესასვლელია. დიახ, ზუსტად ასეა. ბარიერიდან გვირაბამდე დაახლოებით 70 მეტრია თავად გვირაბი, კი 20-დან 40 მეტრამდე სიგრძისაა. ჩვენ ის აღმოვაჩინეთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე იყო. რამდენიმე ათეულ მეტრს გავდივართ, სანამ ბოლომდე გავიაზრებთ, რა ხდება მიწის ქვეშ, სიღრმეში. ანუ პირდაპირ ჩვენს ფეხქვეშ, ზუსტად აქ, გვირაბია. დიახ, ეს გვირაბია. გესმის რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გავაძლიეროთ საზოგადოების უსაფრთხოების შეგრძნება. ჩვენ სულად გვესმის, რომ ძალიან სერიოზულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს სწორედ ამ გვირაბის შესასვლელია. პირველი, რომელიც პოლიციელებმა იუდეასა და სამარიას და დედაქალაქს შორის აღმოაჩინეს. იერუსალიმი. თავდაპირველად პოლიციელები ცდილობდნენ ტერიტორიის გაწმენდას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ უშუალო საფრთხე არ არსებობდა. შესასვლელი ძალიან ვიწროა, ჩერები დაბალია. ჩვენს უკან უზარმაზარი ხვრელია. ეს კადრები გადაიღეს პირველმა ოფიცრებმა, რომლებმაც სტრუქტურა აღმოაჩინეს. ბრუები პირდაპირ ქვაშია გამოკვეთილი. შიგნით მათ იპოვეს მტვრის ნიღბები, ათობით წყლის ბოთლი და ქვისგან გამოკვეთილი დროებითი საფეხურები. პასუხისმგებელ პირებს არ ჰქონდათ დრო, რომ საკუთარი აღჭურვილობა გაეტანათ. აქედან გვირაბი ორ ცალკე შახტად იყოფა, ორ სხვადასხვა გზად და გრძელდება იმ წერტილამდე, სადაც ჩვენ ის შევაჩერეთ. აქ გვირაბი მთავრდება. ან უფრო სწორედ დროულად იქნა აღმოჩენილი. ეს არის პირველი გვირაბი, რომელიც ჩვენცმა ძალებმა აღმოაჩინეს ამ სექტორში უსაფრთხოების ბარიერთან ახლოს. ჩვენ ვაგრძელებთ ტერიტორიის შემოწმებას იერუსალიმის გარშემო, ბარიერთან ახლოს, რათა დავადგინოთ, არის თუ არა ამ ტიპის სხვა გვირაბები ამ ტერიტორიაზე. ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან? გამოძიება გრძელდება და ხელისუფლება ყველა ვარიანტს განიხილავს, კრიმინალური ვერსიიდან ტერორიზმამდე. ჩვენ არ გამოვლიცხავთ არც ერთ ჰიპოთეზას. ეს შეიძლება როგორც კრიმინალური იყოს, ისე ტერორიზმთან დაკავშირებულიც. საბოლოოდ ჩვენ საუბრობთ გვირაბზე, რომელიც მშენებლობის პროცესში იყო, მაგრამ უკვე თითქმის გადიოდა უსაფრთხოების ბარიერის კვერის ქვეშ და ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის ზღვარზე იყო. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ შიშს. ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცოთ მშვიდობიანი მოსახლეობა. გარკვეულწილად ჩვენ იერუსალიმის დამცავი ფარი ვართ, რომელიც დედაქალაქის პერიმეტრს იცავს. ის ფაქტი, რომ ეს გვირაბი დროულად არ მოვაჩინეთ, ჩვენს ტაქტიკურ მიდგომას რეგიონში ცვლის. ასე რომ ამ გვირაბიდან გამოვდივართ. პოლიციის ოფიცრები მოქმედებენ იმ ვარაუდით, რომ კიდევ იყო. რეგიონში კიდევ ბევრი გვირაბი იყო. მაგრამ სწორედ ამიტომ არიან ისინი აქ, რომ დაამშვიდონ და დაიცვან ისრაელის მოქალაქეები. მას შემდეგ, რაც გვირაბი უსაფრთხოდ გახადეს, ადგილზე გამოიძახეს პოლიციის კრიმინალისტიკური დანაყოფები, რათა შეესწავლათ ადგილი და აღედგინათ მისი ისტორია. ეს ადგილი სინამდვილეში უძველესი სამარხემღვიმეა, აზაიმის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ახლოს. რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის ბოლოდროინდელი აქტივობა ადგილზე, სამუშაოები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ვერ შევძლებთ მეტი დეტალის გამხელას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ადგილზე ამოღებულია სამუშაო იარაღები, როგორც ხელით, ასევე ელექტრო. ასე რომ, ჩვენ არ საუბრობთ მძიმე ტექნიკაზე ან ექსკავატორებზე, არამედ ტრადიციულ იარაღებზე. ეს მიუთითებს ხანგრძლივ და შრომატევად ოპერაციაზე. მათ ასევე ჰქონდათ ყველაფერი, რაც მიწის ქვეშ გრძელვადიანი ყოფნისთვის იყო საჭირო, რაც ნიშნავს, რომ იშვიათად ბრუნდებოდნენ ზედაპირზე. ზუსტად რამდენი ხანი გაგრძელდა გათხრები შეუძლებელია ვიცოდეთ. თუმცა აღმოჩენების მიხედვით ეს სავარაუდოდ გაგრძელდა ბოლო რამდენიმე კვირა თუ არა თვეები.
ეხლა უკვე ნათელია, რომ გვირაბების საფრთხე დამატებითი საშიშროებაა, რომელსაც ვერ უგულებელყოფთ არალეგალი მუშახელის შეღწევასთან ერთად. მაგრამ სასაზღვრო პოლიციის ძალები მტკიცედ დგანან. სწორედ უცხოეთმა 24 საათიანმა მორიგეობამ მისცა მათ საშუალება, რომ ეს გვირაბი დროულად აღმოეჩინათ.